უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. საღამომ შვიდობის ვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა, მე ნიკოლოზ სულუკიძე გახლავართ და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ინიციატივაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში. მე მიხარია, რომ ორი გამორჩეული ხელოვანი არის ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი, ბატონი ამირან კუპლავა და ბატონი დავით ბაძაღვა. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით ჩვენთან სტუმრად და მე როგორც ვიცი, ბატონ დავით, ესე იგი 24, 25 და 26 მარტს 3 დღის განმავლობაში თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების მინიმალურ ფასად შეძენის შესაძლებლობა მოეცემათ სახვითი ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას და ეს იქნება პლეხანოვზე, უზნაძის ქუჩაზე, სადაც დარწმუნებული ვარ ამინდით შეგვიწყობს ხელს და თქვენ მიხვალთ და დღეს დიდი ფუფუნებაა რომ შეიძინო ნამუშევარი, მით უმეტეს საქართველოს ყველაზე უფრო იაფად იყიდება ეს მართლაც ერთმანეთზე უკეთესი ექსპონენტები და აი საიდან გაჩნდა ეს იდეა და ამ ინიციატივაზეც რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, მოგესალმები რადიო მსმენელებს. მე და ბატონი ამირან კუპრავა მოგეხსენებათ უზნაძეს 68 ნომერში გვაქვს სახელოსნო, რომელსაც დავარქვით ორი არტი. ეს უკვე ცალკე თემაა და შემდგომ იმ ორი არტზეც ვისაუბროთ თუ რო გვექნება და ჩვენ თავდაპირველად ვფიქრობდით ჩვენ სახელოსნოში ფესტივალის მსგავსის აქედან წამოვიდა იდეა, რომ ხშირად გვესმის საზოგადოების მხრიდან როგორ გვინდა მხატვრის სურათები შევიცინოთ, ვაიმე რა კარგი სურათი ვნახე ვიღაცა მხატვრის, Facebook-ზე ხშირად ასეთ კომენტარებს გადააწყდები და მე გული აგვიჩუყდასავით, რატომ არ შევუწყოთ ხელი საზოგადოებას, რომლებსაც ძალიან უყვართ ხელოვნება, ამ შემთხვევაში მხატვრობაზე გვაქვს საუბარი და მხატვარს რატო არ უნდა შეეძლოს, რომ ხელი შეუწყოს და მისი ნამუშევარი, მისი ნაღვაწი იაფად, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომ ფასებში შეგვეთავაზებინა და მე უკვე გაიზარდა ეს იდეა. ვიფიქრეთ, რატომ ჩვენ ორნი და რატო არ გავაერთიანოთ ამაში სხვადასხვა ხელოვანები, მხატვრები და მათ შორის რატომ არ მივცეთ საშუალება ახალგაზრდა მხატვრებსაც, ვინც მუშაობს, აქტიურია და იმათაც ხელი შეუწყეთ და ჩვენ დავუშვით, რომ თქვათ ორი გამოფენაც ქონიათ და აქტიურები არიან, სკოლის მაღალი კლასის მოსწავლე დავუშვით და რამოდენიმე ახალგაზრდა მხატვარი. ასევე ჩვენი თქვათ ცნობადი და ღირსეული მხატვრებიც იღებენ მონაწილეობას, დაახლოებით უკვე 50-მდე მსურველი მხატვარი არის ჩვენ ფესტივალში მონაწილეობისა და ძალიან კარგი იდეა არის ჩემი აზრით ეს და ხალხს და საზოგადოებას მივმართავთ, მოვიდნენ, დაათვალიერონ, სიამოვნება იგრძნონ და ეზიარონ ქართველი შემოქმედი ხალხის შემოქმედებას. ნახონ რა იქნება დღეს. ბატონო ამირან, აი თქვენ ევროპაში გიწევდათ შემოქმედებითი ცხოვრება, მოღვაწეობა და თუ ყოფილა ესეთი პრეცედენტი ევროპაში, რომ სადაც აი მაგალითად ფესტივალი უნდა დავარქვათ, ალბათ 3 დღიანი ფესტივალი, სადაც სეილი ცუდი სიტყვა ამ მხატვრობას არ ხდება, მაგრამ საზოგადოებისათვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ შეძენა. ყოფილა რასაკვირველია ევროპაში არის ამის შემთხვევა პრეცედენტი. შეიძლება ითქვას ხელოვნების ბაზარი, მოდი დავარქვათ ასე, მარტივად, ხო? რუსული სიტყვა იარმარკა, ქართულად როგორ იქნება, არ ვიცი სამწუხაროდ. ბაზრობა დავარქვათ. დიახ. მაგრამ ეს რასაკვირველია კარგი გაგებით. აქ არის საზოგადოებას შეიძლება ფაქტურად ნახონ სამზარეულო მხატვრების. აქ იქნება ჩანახატები, რაღაც ესკიზები, მომავალი დიდი სურათებისთვის იდეები, ეჭვდები, რასაკვირველია. და ეს მისცემს ხალხს იმის საშუალებას, რომ ჯერ ერთი კონტაქტი, რაც გვაკლია ადამიანებთან, ჩვენს შემფასებლებთან, თუნდაც მხატვარი მხატვართან მოხდა და სამწუხაროდ არის გაუცხოება და იქნებ რაღაცა მოხდეს და ადამიანებმა ერთმანეთთან რაღაც იპოვონ საერთო
მიგეთ კომუნიკაცია. კარგია რასაკვირველია, ამის თუ შეიძენენ ეს მათვისაც, კარგი და ჩვენთვის თავისთავად, მაგრამ ეს თვითმიზანი მხოლოდ ეს არ არის. აქ არის ურთიერთობა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. და თუ ჩვენ შევძლებთ ამას რაღაცა პროცენტულად ნახევარი მაინც რაღაცას მივახციოთ, იქნება კარგი მომავლისთვის. შემდეგში ისევ ალბათ განავითარებთ და ვიმუშავებთ ამაზე უფრო სერიოზულად. ისე ვერ გავაკეთებთ ალბათ როგორც ეს ევროპაში ხდება, იმიტომ რომ მოიხსენებათ ყველაფერს ფინანსი ჭირდება, თუნდაც რეკლამა, თუნდაც უბრალოდ ელემენტარულად საზეიმო ხასიათი იყოს, ეს უნდა იყოს ზეიმი პირველ რიგში. რომ ნახოთ რა გამოგვივა. კი ბატონო, მე დარწმუნებული ვარ, რომ აიტაცებს საზოგადოება, იმიტომ რომ რაღაცა როცა ერთსულოვნებაა ხოლმე მით უმეტეს ესეთი ნიშნით ყოველთვის იქ ქართველი ადამიანი აქტიურია ხოლმე. ბატონო, და ალბათ ყველა რადიო მსმენელს მაინც გაუჩნდებოდა აზრი, რომ აი იაფი, რას ნიშნავს იაფი, ხო? აი მაგალითად ეხლა ჯგუფოს რადიო მსმენელებო, ვინც ინტერნეტ ტელევიზიიდან ჩვენი საიტის მეშვეობით გვადევნებს თვალს, ნახავს, რომ ამ ნამუშევრებისთვის, მართლაც საოცარი ნამუშევრებისთვის, რომელიც აქ არის და თქვენ სახელოსნოში წარმოდგენილი, იაფი შეიძლება 1000-2000 და ისიც არ იყოს, ხო? მაგრამ სამწუხაროდ შემთხვევაში საღებავის ფაზზე უფრო იაფად ყიდიან ხოლმე, ხო? მასალის ფაზზე, ხო? ტილო და ის ქვეჩარჩორო. აი, რაკს ნიშნავს იაფი? ჩვენ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. ეხლა ის დარბაზი არის 170 კვადრატი და ჩვენ ვფიქრობთ ეს დავყოთ იმდენ მხატვარზე, რამდენი მხატვარიც იქნება ესე გავანაწილოთ ყველასთვის და აქედან გამომდინარე გამოვიდა რომ დაახლოებით 3 დიდი სურათის დაკიდების საშუალება იქნება ერთ მხატვარს და ძალიან ბევრის თავისი ადგილი სადაც იქნება იქ წინ მაგიდებს დავდგავს, ტუმბოებს დავდგავ და დააწყოს. ცუდი სიტყვაა, მაგრამ მე პირადად დავყრი სურათებს და იქ რომ მოვა სურველი და დაათვალიეროს და აი ამ სურათებში ასე ვთქვათ ხელი ჩაყოს რა. ну 30 ლარიდან ვფიქრობთ რომ აი ესე დაიწყოს და შეიძლება უფრო ძვირადღირებული სურათებიც იყოს მათ შორის და იქნება უეჭველი, მაგრამ ხელმისაწვდომობაში ვიფიქრეთ რომ აი 30 ლარიდან იყოს თქვათ სურათის შეძენის საშუალება. გარდა ამისა ჩვენ მხატვრებს ვთხოვეთ რომ ვისაც სურვილი ექნება იქვე ხატონ ამ დარბაზში. და არიან ასევე უნდა გითხრათ რომ ამ აფხაზეთის კულტურის სამინისტროში ხდება ეს დარბაზი არის ამათი და ჩვენ რატომღაც ჩავთვალეთ რომ პირველი არტ ფესტივალი იქ უნდა ჩატარდეს, მშვენიერი ეზოც გააჩნია, თუ იმდენი მხატვარი რომ მოვა არ დაეტია, მაშინ გარეთ ამინდი შეგვიწყობს ხელს ვიცით და გარეთაც იქნება საზეიმო სიტუაცია ამ სურათების კომპოზიციებით და მოლბერტებზეც დაიდება და კედლებზეც დაიკიდება, ანუ კედლებიც არის იქ შესაბამისი. და კიდევ სხვა სიახლეები, ანუ რაღაცა მუსიკალური ნომრებიც გვექნება 1-2 გახსნის დღეს 24-ში. დიახ, ხო. რომელ საათზე იქნება გახსნა? გახსნა იქნება 17 საათზე 24-ში, 22-ში ექსპოზიციას ვიწყებთ და თუ ვინმე მოусმენს და მადლობა თქვენ აქ მოწვევისთვის და საშუალება გვეძლება რომ ინფორმაცია გავავსებოთ და ისიც ვიცით რომ შემდგომ კიდევ საინფორმაციო მხარდაჭერას აპირებთ. დიდი მადლობა ყველას და თუ მხატვარი რომელსაც ჯერ არ გააჩნია ინფორმაცია 22-ში ვიწყებთ ექსპოზიციას, თვითონ მოდის თავის მენეჯერთან ერთად, იყო ესეთი შემთხვევაც გუშინ, მე მენეჯერი ვარ მხატვრის, მხატვარი ჯერ ჩვენ არ გვინახავს, თვითონ აპირებს. ესეთი კულტურაც რო შემოვიდა ძალიან კარგი იყო. და ხო, ვინც თulis თავს რომ უნდა გამოფინოს, მას აქვს საშუალება მობრძანდეს და გამოფინოს და საზოგადოებას გაუზიაროს მისი შემოქმედება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო ამირან, ძალიან საინტერესოა თუ თქვენ აპირებთ სპეციალურად ამ კვირეულისთვის თუ ფესტივალისთვის შექმნას ნამუშევრებს თუ გამოიტანთ ძველ ნამუშევრებს? არა, სპეციალურად რასაკვირველი არა. ისეთი მხატვარს იმდენი ნამუშევრები აქვს, რომ თვითონ ნამუშევარს ჭირდება გამზეურება, ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება იქ სხვა კუთხი და სხვა თვალი დაენახოს საკუთარი ნამუშევარი. როგორი გამოცდილებაც არ უნდა ქონდეს, თითოეული გამოფენა ზრდის მხატვარს. მე თუმეტეს ახალგაზრდებთან, დამწყებ მხატვრებთან გამოფენა ნამუშევრების
დამერწმუნეთ მეტად საპასუხისმგებლოა მიუხედავად იმისა შეიძლება გამოცდილი მხატვრობები ვიყოთ ხო მაგრამ სხვა ხედვა აქვს ახალგაზრდებს და აი ამ სხვა ხედვას შესწავლა უნდა ჩვენ თუ ჩვენგან თუ სწავლობენ ახალგაზრდები ჩვენც უნდა ვისწავლოთ იმიტომ ეს ბუნებრივია და სხვაგვარად წარმოუდგენელია ასე რომ საგანგებოდ შექმნილი ნამუშევრები მე პირადად არ მექნება ის რასაც ყოველდღურად ვაკეთებ და ვმუშაობ ამის ნახვის საშუალებაც ხშირად არ ეძლევა ადამიანებს, იმიტომ რომ იშვიათად იმართება გამოფენები და ეს ერთ-ერთი თავმოყრა თუ იქნა გამოხმაურება დიდი, ალბათ გასტანს ხო კიდე რამდენიმე დღე. რასაკვირველია, ამის საშუალება არის. ნახოთ დარბაზი აქ იცით რა შეასაქმე ეს არის ფაქტურად საქველმოქმედო შეიძლება ითქვას რომ საზოგადოებისთვის კეთდება მაგრამ რაღაც გარკვეული პროცენტის გადახდა მოუწევს მხატვრებს რამე თუ იქ კომუნალური მოხსენება ჩუქი ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი გადასახდელია და ვფიქრობ რომ დამთავრდეს დაუშვათ ეს სამდღიანი ზეიმი ყველას თვითონს ეკნებათ იმის საშუალება ჩვენთან ორ არჩი თუ არჩი შემოგზადოთ და მიიღონ კონსულტაციები ან ვიმეგობროთ და რა ვიცი დაიგეგმოს სამომავლო კი ბატონო თუ შეგვიძლია ბატონ დავით რომ ჩამოვთვალოთ მესმის ძნელია 50 მხატვრის ჩამოთვლა მაგრამ იმ ადამიანთა გვარები ვინც უკვე იცით რომ მიიღებენ მონაწილეობას კი მეც ვინც გამახსენდება აქვე ჩამოვთვლი და ბატონი ამირანიც თავის სამეგობროსაც ესაუბრა იმ დროინდელ სტუდენტობიდან რომ მოდიან საკმაოდ კარგი მხატვრები, აი რომ მოვდიოდით მანქანით დაგვირეკა ბუბა არაბული და მე ნინო ჩაკვეტაძე და ბუბარია კურსელები და ჩვენც მოვდივართო და მოიღეთ მონაწილეობა ძალიან გაგვიხარდა რომ იმიტომ რომ სულ მამაკაცები ჭარბობენ ამ მხატვრობაშიც და ჩვენ არ გვინდოდა ესე გენდერული ბალანსი ხაბარა აუცილებლად უნდა იყონ აი დღეს დილით დამიკავშირდა მაია ადამია ბატონი რეზოს ხო შვილი და ჩვენც მოვდივართო ანუ ყველა თაობა იქნება მათ შორის გოგი ლაზარიშვილი მათ დარეკა გოგი ლაზარიშვილი პროფესორი ძალიან ბევრი რადისტორდიაც ფიქრობთ მიიღებს მონაწილეობას მე მგონი რაღაც სპონტანური ასე მითხეს მხატვრებმა რომ სიურპრიზიც იქნება და ნახოთ რომელი მხატვრები კი რადო თევდორაძემაც დასაკვირველია კი ბატონო ანუ ხო რა გამოგრჩება ვიღაცა და ხო აი იმიტომ ცოტა ის არის თავისები გაუწჯობია კი ბატონო მე კიდე ერთხელ გაგახსენებ ძვირფასო რადიომსმენელებო რომ ესე იგი 24 25 26 მარტი 24-ში გახსნა იქნება საღამოს 17 საათზე 5 საათზე და 26-ში დასრულდება საღამოს 8 საათზე ეს არის პარასკევი შაბათი კვირა და რა ქვია სამსახური არ შეგვიშლის ხეს იმ ადამიანებს ვინც მუშაობს და ასე ბატონო ამირან ზოგადად რომ ვისაუბროთ ხო აი რამდენ რთულია ალბათ ხელოვნებაში დღეს თავის რჩენა და მით უმეტეს მხატვრისათვის რომელსაც რაღაცა ერთგვარი ორი პროფესიის შეთავსება უნდა აი ბატონო დავითან სახსენ მენეჯერი ერთეულებს ყავს დანარჩენ თვითონ ცდილობენ რომ რაღაცა ინტეგრაცია მოახდინოს საზოგადოებაში ძალიან რთულია მე ესეთი შეკითხვა დამისვეს მიუნხენში როცა პირველად ვიყავი მიწვეული რომ კიდევ რა ბიზნესი მქონდა თუ რა გამოჩნია იმისა რომ თუ თქვენ მარტო მხატვრობით ცხოვრობთ ასეთი ფუფუნება ასეთი როსკოში საიდან იმიტომ რომ თვითონ მათ მხატვრებს არიან ძალიან კარგი მხატვრები გერმანელი მხატვრები მაგრამ აქვთ რაღაც სხვა სამსახური კიდევ იმიტომ რომ ამის გარანტია იქ არავის არ აქვს მიუხედავად იმისა ეს ევროპა მე რო ჩავედი ეს პერიოდი იყო როდესაც ოქროს ხანა იყო კიდევ გერმანიაში და რასაკვირველია ვიწუნია მე ეს პერიოდი ცოტა ხანს გასტანა და რა ვიცი ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ თვალსაზრისით რომ წარმოედგინეთ თქვენ ხელს მკიდებდნენ ესე შემეხებოდნენ შეიძლება შეგეხოთ რომ ცოცხალი მხატვარიო რომ აი თქვენ ხართ ეს თქვენ ნამუშევარია რომ თქვენთან კომუნიკაცია შეგვიძლია ვისაუბროთ და ერთი ასეთი ისტორია იყო ერთ-ერთ ეკლესიაში მქონდა გამოფენა. ძალიან ბევრი ეკლესიებში მქონია გამოფენა და აქ უკვდათ ხოლმე ჩემს მეგობრებს როგორ შეიძლება ეკლესიაში, მაგრამ მოგეხსენებათ ახლა ევროპაში ცოტა სხვაგვარად არის. იქ არ არის კონცერტებიც იმართება, იქ არ არის ხატწერები და ფრესკები და ასე შემდეგ. ამიტომ კონცერტები იმართება და რაღაც ღონისძიებისთვის არის და თავშეყრისთვის რომ ადამიანებს საზოგადოებაში შეეძლოს მოსვლა.
და ერთხელაც გვიან რომ მივედი, მქონდა ბიბლიურ თემებზე ნამუშევრები და თქვენ წარმოიდგენთ, სათაური არ ეწერა დაუშვათ. ნუ ალბათ მაინც ადვილი მისახვედრია, მაგრამ ეს იყო მოდერნისტულ ფორმაში შესრულებული დაუშვათ იუდას ამბორი თუ ჯვარცმის სცენა თუ მარიამისა და ნუ ასე შემდეგ. და გალობდნენ თითოეულ ნამუშევართან. გუნდი იყო, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. რომ იმდენად ამაღელვებელი იყო მითხრეს რომ ძალიან დიდი ხანია ჩვენ გერმანიაში ასეთი გამოფენა არ გვინახავს ესეთი რაღაცა თბილი რომ რაღაც ენერგეტიკის მომცემი ეს ну რა ვიცი მე მგონი მხატვრისთვის ეს ყველაზე დიდი შეფასებაა და კომპლიმენტია და რა ვიცი ფიქრობ რომ აი ეს ყველაფერი რა საქმე ხდება იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენ გვჭირდება რაღაცნაირად ისევ გამეორდები და ვიტყვი რომ ადამიანები რაღაცნაირად დავშორდით ერთმანეთს მე ამით არ მინდა რომ რაღაცა ესეთი რამ გავაკეთო მაგრამ პირიქით გვჭირდება ჩვენ თბილიერი ვართ და გვჭირდება ურთიერთობა მობრძანდით ყველას გთხოვთ და ვისაუბროთ სული კოშხენს უწერია თავის წიგნში რომ რა უცნაური დრო უკაცო ადამიანები შორდებით ერთმანეთს და ხალხები მეგობრდებიანო და აბსოლუტურად მართალია ბატონო სანამ ამოიწურება ჩვენთვის განკუთვნილი დრო მინდა გითხოთ დღეს ინტერვიუ ჩავწერეთ ბატონო რეზო ადამიანთან და ესეც რაღაც ვქა რომ რა ვქნა უნდა შევეგუო იმაზოს რომ ხატვას გაჭირება ხდებაო ჩვენ ხო უნდა უმეტესად ხო ისე რომ არ ვაფასებ და რომ ველოდებით როდის წავა ამ ქვეყნიდან და მე როგორ ფიქრობთ ეთანხმებით ამ მოსაზრებას? არა, მე მინდა ეს ხუმრობაში დარჩეს. დღეს თანამედროვე პერიოდში ჩვენ გვაქვს საშუალება მენეჯერის პოზიცია ავითვისოთ ხალი ხელში ფუნჯი გეჭიროს და ძალიან ხელი დაუშვათ კლავიატურასთან როდესაც ინტერნეტ სივრცე ზუსტად პალიტრასთან გვერდით შეგიძლია გედოს მონიტორი და აქვე ჩემ ცხოვრებიდან გამომდინარე მე ასეთი წესით ცხოვრობ და სამწუხარო მხოლოდ ის არის რომ იმდენ შრომას ვდებ promotions დავარქვევთ თუ მენეჯმენტს საკუთარი ნამუშევრებისას ამდენი შრომა ნებისმიერ სხვა დარგში მე რო გავწიო ძალიან დიდი წარმატებები და მიღწევები ექნებოდა იმდენად რთულია აი დღე და ღამე ერთი დღე თუ გაგიცდება რომ 1 საათი არ იმუშევე სოციალურ ქსელში ჩავარდნილია შენი ერთი თვე შემოქმედების და აქედან გამომდინარე საქართველოში ნუ მაინც გვიწევს ცხოვრობთ რა მე და ბატონ ამირანს გვაქვს შეგვიძლია ვთქვათ ვსუნთქავთ იმიტომ რომ იმდენს მუშაობთ მხოლოდ ქვეჩარჩოებს უკვეთავთ თვეში დაახლოებით 50 წელს და ხატრებს უკვე სამიგავთ მაგრამ აი ამ მასალის ფულს რაღაცნაირად ახერხებთ და ну ზოგიერთ საინტერესო რაღაცებიც ხდება მაგრამ ის მაინც არ არის ისე საინტერესო როგორც უნდა იყოს რომელსაც ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით გაირბინეთ ჩვენთვის განკუთვნილმა ნახევარმა საათმა მე ისღა დამრჩენია ჩემ ბატონო წარმატება გისურვოთ და დარწმუნებული ვარ 24-ში 25-ში და 26-ში არაერთი დაინტერესებული ადამიანი იქნება სტუმრად რომელიც ყველანაირი სამართი თუ შეიძლება გავიმეოროთ კი ბატონო უზნაძე არის ყოფილი კამოს ხო არ ახსოვს და 68 ნომერია ის ყოფილი კრილოვი და ახლანდელი კახიძის ქუჩით რო ჩახვალთ იქვე მოპირდაპირე მხარეს გემშვიდობებით კარგად ვზანდებოდეთ ბატონი ამირან კუპურავა და ბატონი დავით ბაძაღუა იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით მომავალ სამშაბათამდე ნახვამდის ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე